აი მეგობრებო, აი ესეთი ალბათ ხედავთ, როგორ კერას მივაგენით ნავის ტანსი. აი როგორ ბერავს. ეხლა ჩვენ ამას დავაწვეთებთ იმ წებას, რომელიც დაწვეთებით კურნავს ესეთ ადგილებს და ვნახოთ ექსპლუატაციაში როგორ იმუშავებს. დააწევებს თუ არა და რამდენხანს გაძლევს. ეხლა ჩვენ ამ ადგილს გავაშრობთ. ნავი დავუშვით იმ ზომაზე, რომ აქ ჰაერს ნაკადი არ აწვება და ანუ დაწევების შემთხვევაში არ ამოგვიჭრის ჰაერი დაწევებულ ადგილს. როგორ გამოიკვეთა ეს შკურკით გავშკურკეთ სველზევე, რომ ეს დარჩენილი იყო და გამოკვეთილი იყო ეს ადგილი და მიღება კიდევ უკეთესი ქონდეს. ეხლა ამას აცეტონით მოვამშრალებთ. ეხლა ამას აცეტონით გავწმინდავთ ერთ გაწმენდას. აი როგორი ჭუჭი აიღო. ესეთნაირად არის. აი კიდე აიღო ჭუჭი. მაგ საკმარისია. გავაშრობთ ამ ზედაპირს კარგად. ავაოთლებთ აცეტონს და დავაწებებთ. წებო იქნება ეს პატივცემული. უკვე კარგად ბლომად გავხარჯეთ და ძალიან კარგი შედეგები აქვს, კეტავს ჩვეულებრივ, ამაზე მეტ ჭრილობებსაც კი, მაგრამ ჩვენ ახლა ვართ ამ წუთში ამაზე აქცენტირებული. აი ამ წებოთი მაქვს ამის გარშემო დაზღვეული, რამდენიმე გაპარება მქონდა და მოაგვარა იდეალურად. ვნახოთ ექსპლუატაციაში რამდენხანს იმუშავებს. ამას მოვხსნათ ჩვენ თავი. და უბრალოდ აი ესე დავაცხოთ. წვეთის სახით დავაცხოთ უბრალოდ. მეგობრებო, როგორ გაბერა ჰაერმა. ესე იგი მაინც გამოდის. კიდე უფრო მოვასუსტოთ. ესე გავაქროთ და თავიდან დავაწვეთოთ. ეხლა უკვე ვეღარ გაბერავს. წევან ცხელი ის რომ მიუშვი ფენი ამაზე, ანუ გააფართოვა ჰაერი და ისევ იმიტომ გამოვიდა. всё, დაველოდოთ ეხლა 24 საათში ეს აიღებს თავის სრულყოფილ სახეს და არაფერიც აღარ იქნება, ესეც ისე ჩაქრება, რომ ოდნავ პრიალის მომენტი გვექნება ამ ადგილას, ხო არაფერი. აბა ვნახოთ, ეს არის პირდაპირ ამის სამკურნალო წებო და როგორ იმუშავებს. აი ბატონებო, მოკლედ გუშინ დავწებეთ ეს ნავი, გახსოვთ იმ ზედაპირული წებოთი, ასე რომ ვთქვათ. გუშინვე დავბერეთ რამდენიმე საათის შემდეგ, დაახლოებით 5-6 საათის შემდეგ დავტოვეთ და როგორც დავტოვეთ, ისე ვისია და ის გამჭვირვალე წებო კი ესეთნაირად დაჯდა ზედაპირზე. ფაქტიურად ფერს არ ცვლის, ოდნავ პრიალს იწყებს იმ ადგილას. დაიჭირა ჩვეულებრივ. რატონის გამოდინება ქონდა? კი ნახულობთ ამავე ვიდეოში და ჩვეულებრივ დაიჭირა. არის უნივერსალური რამ. ეხლა ვნახოთ და მერე გაზაფხულზე მოგიყვებით. ზოგადად ამ ნავზე რა შრომაც გავწიეთ
რა ექსპერიმენტებიც ვატარეთ ამ ყველაფერმა როგორ იმუშავა და იმუშავა თუ არ იმუშავა გაზაფხულზე მოგახსენებთ ყველაფერს რა გაფუჭდა რამ გაუძლო და ასე შემდეგ მინდა რომ ყველა მიცოდეს და ყველა შეეძლოს თავის ხელით კეთება და როცა თვითონ არ შეუძლია მე მიმართონ მცოდნე ადამიანს ვისაც თავის თავზე უფრო მეტად ენდობიან